საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები იყო მთავარი განხილვის საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. Ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. ცენტრალური ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა მათი უპირობო გათავისუფლებაა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები. წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის 11 ფაქტს კარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები და მოთულ ხლართები განაახლეს, ასევე მოხდა ეგრეთ წოდებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაკეთება. შეხვედრაზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 29 სექტემბერს გაიმართება. განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და ასევე მთავარი აქცენტი ასევე გაკეთდა უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესში, რაც იქნა იდენტიფიცირებული საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. სამწუხაროდ პოზიციები დივერგენცია პოზიციებში არის რჩება კვლავ ძალიან დიდი, იმიტომ რომ ისინი უწოდებენ ამას ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის მოწყობით სამუშაოებს, რაც მოგეხსენებათ არის მიუღებელი ჩვენთვის.